რუსთავის ავტოპარკს ევროსტანდარტის შესაბამისი 70 ახალი ავტობუსი შეემატა. 20 მილიონი ლარის ღირებულების პროექტი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა. შედეგად რუსთავში მიმდინარე მუნიციპალური ტრანსპორტის რეფორმის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი დასრულდა. დღეიდან ახალი მუნიციპალური ტრანსპორტი რუსთაველებს კიდევ ერთ ახალ მარშრუტზე მოემსახურება და ჟიული შარტავას სახელობის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან თბილისში დიდუბის ავტოსადგურამდე გადაიყვანს. პრემიერის მხარდაჭერით ჩვენ შევძელით და 61 ერთეული ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსი შევიძინეთ იმისთვის, რომ გამარტივებულიყო რუსთაველებისთვის რუსთავი თბილისის მიმართულებით გადაადგილება. დღეს კიდევ ერთი ახალი მიმართულება დაემატება, ეს არის რუსთავი დიდუბის ავტოსადგური. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი მიმართულება, რომელიც განსაკუთრებით სტუდენტებზე იქნება მორგებული და ამით დავასრულებთ სატრანსპორტო რეფორმის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს. რუსთავიდან თბილისის მიმართულებით იმოძრავებს 3 სხვადასხვა მარშრუტზე სრულიად ახალი ავტობუსები და მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო ჯამში მოვიცავთ 6 მიმართულებას. აქვე უნდა ვთქვა, რომ რუსთავი მუნიციპალური განვითარების თვალსაზრისით, ახალი შესაძლებლობების თვალსაზრისით ძალიან კარგი მაგალითია და ზოგადად უნდა ვთქვა, რომ ქართული ოცნების პოლიტიკური გუნდი გააგრძელებს მუშაობას იმისათვის, რომ ავტობუსები და მიმდინარე წლის განმავლობაში საერთო ჯამში მოვიცავთ 6 მიმართულება. გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა და განვითაროთ ადგილობრივი თვითმმართველობები და რეგიონები.